ვიცოდი, რომ ნორვეგიული ორაგული საქართველოში წარმოება და თქვენამდე აბსოლუტურად ცოცხლად ხანგრძლივი გაყინვის გარეშე მოდის? ეს გურია ფიშის 6 კილოგრამიანი ნორვეგიული ორაგულია და მისგან 3 განსხვავებულ ძალიან გემრიელ კერძს მოვამზადებ. იმის გამო, რომ თევზს არ გაუვლია ხანგრძლივი გაყინვის და შემდგომ გალღობის პროცესი, მისი ხორცი განსაკუთრებით ნაზი და წვნიანია. ხო, წვნიანზე გამახსენდა პირველი კერძი სწორედ თევზის წვნიანი იქნება, რომელსაც მე და ჩემი ქმარი პეტრე პავლობის მარხვაში ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივირთმევთ. გასუფთავებულ თევზს ვხარშავ დაფნასთან, ნიახურის ღერებთან, შავი პილპილის მარცვლებთან და ხავთან ერთად ძალიან დაბალ ცეცხლზე. დროდადრო მისი მოქაფვა რა თქმა უნდა არ გვავიწყდება. შემდეგ მოხარშულ ხორცს ვათავისუფლებთ ფხისგან და ვამატებთ უკვე მოშუშულ ბოსტნეულს წვნიანთან და ნიორთან ერთად. ამ წვნიანისთვის ცოცხალი მწვანელი და ლიმონის წვენი არასდროს არის ზედმეტი, რაც მეტი, მით უკეთესი. ომეგა-3-სა და დ-ვიტამინის წყვილი კულინარიასა და სამედიცინო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბუნებრივ სინერგიად ითვლება და ეს ორივე კომპონენტი ნორვეგიულ ორაგულში ერთად მუშაობს. ამიტომ ისეთ მომზადებული კერძები არა მხოლოდ უბრალოდ გემრიელი საჭმელი, არამედ ჯანმრთელობისა და სილამაზის ნამდვილი ელექსირია. მე როცა ამ კერძს ვამზადებდი და ვიდეო რეცეპტს ვიყებდი, დედა ეზოში ზამთრისთვის შესანახ ტყემალს ამზადებდა და სწორედ აქ გამიჩნდა იდეა ამ соуსის მთავარი ბაზა ყოფილიყო ომბალოსთან ერთად გატარებული ნიორი, რომელიც ვაუ ეფექტი აღმოჩნდა და გირჩევთ რომ აუცილებლად სცადოთ. გაჭრილ ბოსტნეულს მოვალაგოთ ორაგულის ნაჭრები, წაუსვათ соуსი და გამოვაცხოთ სწორ ტემპერატურაზე, რომ მოხდეს მაიარის რეაქცია და მივიღოთ გარედან ხრაშუნა ოქროსფერი კანი და შიგნით წვნიანი პროდუქტი. აქ ვინმემ შემთხვევით ხელოვნების ნიმუში ხომ არ შექმნა? თავდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ამაზე ლამაზი და გემრიელი კერძი ჩემთვის არ არსებობს. ყველა ნამცეცი საოცრად წვნიანი და არომატულია. და რანაირი ქართველი ფუდბლოგერი ვიქნები ნორვეგიულ ორაგულს თუ ქართული ჟღერადობა არ შევსძინე. შამფურზე შემწვარი ბოლის არომატით გაჟღენთილი წვნიანი ორაგულის მწვადი თუ არ გიჭამია, ჩათვალე რომ მთელი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვს. ამ ჭიქით კი ჩვენი სილამაზისა და ჯანმრთელობის საფეხბურთო შევსვათ. რადგან ორაგულის ხორცი ძალიან ნაზია, შეწვისას მისი ხშირი ტრიალი აუცილებელია. ამ საოცარმა თევზმა მე და ჩემი ფისოები ერთნაირად გადაგვრია.